მშვიდობისა. ეს არის გადაცემა მხოლოდ ლელასთან. გადაცემის წარდგენია სააფთიაქო ქსელი ავერსი. ხედავთ, როგორ შეიცვალა ჩემ სტუდიაში ფერიც. სულ რაღაც ერთ საათში 52 წლის ვხდები. ჩემო პროდიუსერმა მითხრა, სანამ გადაცემა დაიწყებოდა, შენ სასაქსო გაამჟღავნებოდა, მე ვთქვარი 50 წლის რო გავხდი, მთელმა მსოფლიომ გაიგო. იმ ხელა კონცერტი გავამართე და ეხლა 2 წელიწადში ხო არ ვიტყოდი, ეხლა დღეისთვის 40 წლის გავხდი მეთქი, ასე რომ მართალი გითხრათ, ძალიან მიყვარს ჩემი დაბადების დღე და საერთოდ ძალიან მიხარია რომ დავიბადე. და ყოველთვის რაღაც განსაკუთრებული ხდება ხოლმე ჩემს დაბადების დღეს. ძალიან ბევრ ქვეყანაში და ბევრ სიტუაციებში შევხვედრი ვარ ჩემს დაბადების დღეს და ყოველთვის განსხვავებული ერთი მეორეს არასდროს არ გავს. და განსაკუთრებული მართალი გითხრათ რომ იყო ჩემთვის ის 50 წელი, ნახევარი საუკუნე, როდესაც სპორტის სასახლეში ჩემი სოლო კონცერტით აღნიშნა ჩემი იუბილე ჩემს ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებთან, ჩემს მაყურებელთან ერთად. მიხარია რომ ჩემს დაბადების დღეს ხვდები ჩემს საავტორო გადაცემაში. გადაცემა, რომელმაც ძალიან ბევრი რამ მომცა. მართალია, მე პროფესია აბსოლუტურად სხვა მაქვს და სწორედ ამ პროფესიით და ამის გამო შემიყვარა ადამიანმა და არა მარტო ამის გამო, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ პროფესიამ კიდე სხვა ხიბლი შემატა ჩემს ცხოვრებას. ცოტა სხვა კუთხით ჩემი საკუთარი თავიც კი დავინახე. არა მარტო თქვენ, მეც. მართალი გითხრათ, ხშირად ნერვიულობ ხოლმე, ცოტა დაძაბული ვარ, მაგრამ იმხელა სიხარულს მანიჭებს ეს გადაცემა, რომ ნამდვილად ღირს ნერვიულობად. მე მინდა განსაკუთრებული მადლობა უთხრა კიდევ ჩემს მაყურებელს, ჩემს უძვირფასეს ადამიანებს, ვინც წლებია მომყვებით და ჩემი სიხარულით ნამდვილად გიხარიათ, ჩემი ტკივილიც ტკივათ. ყველაზე მეტად მინდა მოვიფერო ჩემს ემიგრანტებს, იმ ადამიანებს, როცა მე ჩავდივარ ხოლმე კონცერტებზე, სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც არიან ჩვენი თანამემამულეები და მართლაც რომ არ იშორებენ თავიანთ დროს, სიყვარულს, სითბოს, ენერგიას, ემოციას. აი ისე უხვად მაძლევენ ამ ყველაფერს და მერწმუნეთ რომ თქვენმა სიყვარულმა, ნამდვილად თქვენმა სიყვარულმა მომიყვანა აქამდე და გამაძლებინა. თუნდაც ის რომ მე დღეს აქ ვარ ტელეკომპანია მთავარის ეთერში ჩემი საავტორო გადაცემით მხოლოდ ლელასთან. უღრმესი მადლობა ამ სიყვარულისთვის ყველა იმ ადამიანს, ვინც ყოველთვის მილოცავს ხოლმე დაბადების დღეს და ვინც ნამდვილად მომილოცავს. ტრადიციულად ჩემს დაბადების დღეზე, კონკრეტულად ჩემი ოჯახის წევრებისაგანაც ყოველთვის რაღაცა სურპრიზ ველოდები ხოლმე, რომელსაც მამულიჩა აკეთებს ხოლმე და მას ახლა შემოვერთდა მარიკო. ამას წინებზე დაიწყეს ინგლისურად ლაპარაკი და ეხლა მთლად ასე არ მესმის მე ინგლისური რომ გამეგო რას ლაპარაკობდნენ მამაშვილი, ეს იცით რას გავს? მე რომ მინდა რომ მამუჩამ არ გაიგოს და მეგრულად რომ ლაპარაკ ხოლმე დაახლოებით ეგეთ მდგომარეობაში აღმოჩნდი და მართალი გითხრათ, არ ვიცი რა სურპრიზს ამზადებენ და პირდებით რომ აუცილებლად გეტყვით ჩემმა მნიშვნელოვანმა ადამიანებმა, ჩემმა მეუღლემ და ჩემმა შვილმა რა სურპრიზი მომიმზადეს ჩემს იუბილეზე. 51 წლის რომ გავხდი, სხვა ჯილდოებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო გადმომცა ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა. თავისი სახელობის. და ეს ადამიანი თავის პროფესიაში ნამდვილად უბადლოა. არ ვიცი, ალბათ მისი რეიტინგი 20 წლის განმავლობაში შემიძლია თამამად თქვა, რომ მას კონკურენტი ნამდვილად არ ყავს. და ის სტუმარი, რომელიც ახლა დღეს ჩემთან შემოგზანდება, სწორედ ეს ჯილდო მაერთიანებს მასთან. ის არის 2020 წლის ჯილდოს მფლობელი, მე 2019 წლის ჯილდოს მფლობელი და საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ ჯერჯერობით გვაქვს ორადორ ადამიანს და ეს ჯილდო გახლავთ ოქროსი. და ეს სპეციალურად ჩამოასხა ზარაფხანამ. ალბათ მიხვდით, რაზეც ვსაუბრობ, ეს არის ვანო ჯავახიშვილის სახელობის ოქროს ვანო და ჩემი ოქროს სტუმარი დავით ლიკლიკაძე.
გამარჯობა. მოდი. დავძანდი. ესე იგი, როგორ მიხარია, რომ ორი ვანო გათამაშდა სულ საქართველოში, ორი ოქროს ვანო და ორივეც ფლობელები. კი, გათამაშდა, მაგრამ პირველი ხო ვარ მე. პირველი კი ხარ შენ, მაგრამ მე მიდის გაცდავის. ხო, არა, მე ის არის ხო, სახე თუ მეორეც ორი ვანოს ან სამი ვანოს ფლობელი თუ გავხდი, მე რენარ. ვერც მაგდა. ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩამოხვედი ქუთაისიდან ჩემო ძვირფასო, ჩემთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი სტომარი ხარ და ვიცი, რომ ძალიან მაგარი ისტორიები ხართ მოსული ჩემთან და სხვათა შორის წეღან ვამბობდი, რომ ესე ადამიანს გვარი უხდებოდეს ლიკლიკაძე, არ ვიცი, აი მართლა და ნამდვილად ღირსეულად მიიღე ოქროს ვანო იმ იუმორისთვის და იმ ენაწყლიანობისთვის, რომელიც ნამდვილად უხვად გაქვს და ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვიყურებ ხოლმე. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, ჯერ როცა სადმე პატიჟებენ ტელევიზიაში და გთვლიან საჭიროთ რომ გამოხვიდე და რაღაც მაყურებელს ეკონტაქტო და ესე იგი რაღაცა მნიშვნელოვანი ხო, მაგრამ ის რო პატიჟებს ახლა ჩვენი ქვეყნის, ავიცი, ახლა ძივა, ვარსკვლავი, არ ვიცი, ლელა წურწუმია სიმაღლე, როგორც ვანო სიმაღლე არ არის იუმორში, ლელა წურწუმია სიმაღლე ნამდვილად არ არის ჩვენ ქვეყანაში და დიდი პატივი იყო სიამოვნებით გამოვიარეს 220 კილომეტრი შენთან შესაძლებლად და რა ლამაზად გამოიყურებინა და ოღონდ მართლა. ძალიან დიდი მადლობა. ნამდვილად ვეცადე რომ შენთვის ყოფილიყო შესაძლებელი. ჩემო ძვირფასო. ძალიან ბევრი რამ გაქვს მოყოლილი და ხშირი სტუმარი ხარ ზოგადად ტელეეთერის, მაგრამ მე როგორც ვიცი, მთელი შენი მთავარი ისტორია იწყება რომ დაიბადე. იმიტომ რომ შეიძლება დათო ლიკლიკაძეს არ ყოფილიყო და ახლა ყველაფერს თავი დამანებოთ რაც მომხდარა შენ ცხოვრებაში, აქ ნამდვილად არ იჯდებოდი და დავიწყოთ ახლა რომ დაიბადე იქიდან. კი ბატონო, დაბადებით დავიწყოთ. შენი სამშობიაროს ისტორია. ხო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ისეთი public persona ვარ, ასე ვთქვა და ყველაფერს ხვები და ჩემი ოჯახის წევრები თუ გებზები რადიციან, ისე არ უნაღავ თვალი და ყველაფერს ხვები და ძალიან ისა საკუთარ თავზე ვშაყირებ და მე უკვე გადავდივარ სხვის ხუმრობებზე, მეტნაკლებად თითქმის საიდუმლო აღარ მაქვს არაფერი. მაგრამ არის რაღაცები, რომელსაც მომიწევს რაღაცები პირველად თქვა შენთან, ოღონდ მართლა პირველად. დაბადებას რაც შეეხება, მე მივხვდი უკვე შენ რომელ დაბადებაზე აქვს ალბათ ყველა დავიბადეთ. რა თქმა უნდა. არ ვიტყვი ხა ორჯერ ვარ დაბადებული. ხო, არა და მე ჩემი ძალიან უცნაურად დაიწყო ჩემი ასე ვთქვათ ცხოვრება. მოვევლინე ამ ქვეყანას. მოვევლინე ამ ქვეყანას და რომ დავიბადე, აი კისერს ვერ ვამაგრებდი. არც მეტი, არც ნაკლები, ესე გადამივარდებოდა კისერი, ესე გამასწორებდნენ, ასე გადმომივარდებოდა კისერი. ხო და მიიტანეს სამშობლოშივე პირველივე დღეს თქვეს, რომ ეს არის უკვე აი რაღაც სპეციალური ჯანმრთელობის პრობლემით, სერიოზული პრობლემით, რომელიც ვერ განვითარდებოდა, იყო ეს საშიშროება სერიოზული, ვერ განვითარდებოდა, ან თუ განვითარდებოდა, მარტო თავი გაეზრდებოდა და დაიღუპებოდა რამდენიმე წელში. ეს უთხრეს ოჯახის წევრებს, ეს ახლა რამხელა დარტყმა იყო, ახლა დაარწმუნეს დედა, დაარწმუნეს ყველა, რომ არის ახლა ხო, რომ სამშობლოში უნდა დატოვოთ და აზრი არ აქვს მის წაყვანას და ასე ჩემდა დაუკითხავად ვჩებოდი სამშობლოში, მაგრამ ბებია დედაჩემის დედა, რომელიც ამ ქვეყანას ცოცხალი აღარ არის, რომელიც ძალიან მიყვარდა, მე სხვა შორის მეორე ბებია ცოცხალი მყავს და მეორე ბებია არის 101 წლის. შარშან 100 წლის იუბილე გადავუხადეთ ბებიას და და მამის დედა 101 წლის ამყავს, ძალიან მიყვარს ჩემი ბებიები და მეორე ბებია ალექსანდრა რომელმაც ყველაფერი გააკეთა, იმისა თქვა, რომ ისა მე წავიყვანო ამ ბავშვსო, უთქვამს ჩემზე, რომ მოიცა ერთი წამეთება, მშობლები დათანხმდნენ იმას, რომ არა, დაეტოვებინათ ამას დედას აღარ უმხელდნენ, უკვე აქ იყო საუბარი იმაზე, რომ უთხრათ მშობელს, რომ ბავშვი დაიღუპა, აზრი არ აქვსო. ხო, როგორც ხდებოდა იმ პერიოდებში, ასე ატყუებდნენ მშობლებს. იმიტომ რომ აზრი არ აქვს, ეს ვერ გაიზრდება, არ განვითარდება და ისა ნოდატოვოთ სამშობიაროში და ეს გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდათ ნათესაობას, დედას ეტყოდნენ, რომ ბავშვი დაიღუპა, მაგრამ ბებიაჩემს, დედაჩემის დედას აუტეხია იქ ერთი ამბავი სამშობლოში, არა, მე წავიყვან, მე გავზდი და სანამდე იცოცხლებს, რას ქვია ბავშვი დავტოვო. ფაქტობრივად, ბებიამ მართლა მეორე სიცოცხლე გაჩუქა. კი და რაც არ უნდა მოხდეს, მე გავზდი და სანამდე იცოცხლებს და როგორიც იქნება, მე მივხედავ ჩემ შვილიშვილსო და ესე აქ არ დავტოვებო და ბებია მიძალა, წამომიყვანეს სახლში.
და მინდა გითხრათ, რომ როგორი შეცდომა იქნებოდა დაშვებული რომ დავეტოვებინეთ. რა ხელა შეცდომა და თან მიხვდა რომ არანაირი პრობლემა არ არის. ჩვეულებრივად შიშის მიყურებდნენ თელი 2 წელი, 3 წელი, 4 წელი და მაგრამ გექონდა ასე თავი გასწორებული. თავიც გამისწორდა. მინდა გითხრათ, რომ საერთოდ ავად არ გამختار ვარ ცხოვრებაში, სიცხეც არ მქონია. კისერს აჭერებ, მაგრამ ენას ვერ აჭერებ. ენას ვერ აჭერებ, კისერს აჭერებ. აი, ისა რა ქვია, გრიპიც არ მქონია ცხოვრებაში, არანაირი სურვილი არ მქონია. უბრალოდ აი საავადმყოფოში ვარ დამყოფი მხოლოდ გადაღებაზე, როგორც ჟურნალისტი. თორე საავადმყოფოში არასოდეს არ ყოფილა, ეს ხო ნამდვილი, კი, დაგაგონდა. კი, ასე სუმორწმუნოება მაქვს, ამისი მჯერა ძალიან. ეს ძალიან ჭკვიანი ხალხი ეკაკუნებს ხოლმე კოკო შანელი დადიოდა რაღაცა ჩანდაში. თავის ხისის ქონდა, აკაკუნებდა და ჯერა ასე მგონია რაღაც მართალია. აფეთი არსნაკლები. კოკო გაბრიელა შანელი და ბატონი გლიკაცია ეკაკუნებენ. ცხოვრებაში ავად არ გამختار ვარ საერთოდ და ისეთი არა მარტო გონებრივათაც ახლა რა ვიცი მე მგონი არ მეტყობა. ისეთი ისა რომ ყოველ შემთხვევაში სამშობლოში უნდა დავეტოვებიეთ ის გონება ნამდვილად კი მაქვს ისეთი რომ სახსა მოვეყვანეთ ფიზიკურათაც მიუხედავად იმისა რომ მე მთელი გონებრივად და ჩემი შრომა არის ზირთად გონებრივი შრომა, მაგრამ ფიზიკურათაც შემიძლია ახლა ეს ავეჯიც აი სადაც შენიან ეს ავეჯი ავიღო და გადავდგა აქეთ. ხო და ეხლა რას ლაპარაკობ ვიცი რომ ეს ყველაფერი კიდე იმაზე მოწმობს რომ ისეთი განვითარებული და ჭკვიანი ბავშვი იყავი და მართლა მოლიკლიკე ბავშვი იყავი რომ აგერ ამ პატარა ასაკში გადაწყვეტე რომ მუზეუმი გაგეხსნა. ხო, მუზეუმი. ეხლა რა ხდება? ვიქნებოდი ეს მეორე კლასში, ნუ შეიძლება მესამეში და ისა მასებმა წაგვიყვანა სკოლიდან წაგვიყვანეს ისა მუზეუმში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში და რო ნახე ეს ძველი რაღაცები ეს ფიცალი, თოხი, რაღაცა ქვები, თიხები, ნამსხვრევები, ქოთნები მე ოქროს ფონდიც გვაჩვენეს ეს უქროები რაღაც ესე გადავწყვიტე რომ მუზეუმი გამეხსნა. მე ეთქობა ძალიან შთამბეჭდავი იყო ხო, ძალიან ისეთი და გადავწყვიტე მე გამოვაცხადე რომ მე უნდა შემოვიკრიბე თანამოაზრეები, ჩემი თაობი. მეორე კლასელები ჩემს ქუჩაზე და ვთქვი რომ მე მუზეუმი უნდა გავხსნა მეთქი ესე იქნება. სად გახსენი მუზეუმი? საკუთარ სახლში, ეზოში. და თუ ვინმეს რაიმე ძველი ქონდა სახლში, ზოგმა გვაჩუქა, ზოგმა გადასაყრელიც ქონდა, ნაგარი ყველაფერი მოვიტანე სახლში. და ეჩემა ამაზე ერთი ამბავი ატეხა, ნაგვით გავაფსე. ჩვეულებრივად და არა ეს არის სიძველეები, არის ძალიან მნიშვნელოვანი მუზეუმი და მე გათხრებით ვაწარმოე, წყალთელაზე წავედით, საბიჭხიეს ჩემი უბანი, საბიჭხიის ქვემოთ არის წყალთელას ხეობა. წყალთელა გადავთხარეთ, აი ძველი ქვები, რაღაცა რაც მივიჩნიე რომ არის ძველი ისა რა ქვია, ქვის ხანის ან რაღაცა მისა რკინის რაც ნახე, ყველაფერი მომაქვს სახლში ერთ სიტყვით და ეხა ოქროს ფონდიც მჭირდება. ხო და ჩამოვიარე მეზობლებთან და მე უნდა გენახა გულწრფელად ვეუბნებოდი მეზობლებს. რაიმე ძველი ოქრო ხომ არა გაქვს ისეთი უარგია. როგორც ძველი უნდა იყოს, ახალი არ არის. მეზობლები, აი მუზეუმს აკეთებდა ძველი ოქრო რაც აგავს, რაც აღარ გჭირდება თან დებია და რატო არ იროა. ძალიან ძველი უნდა იყოს აუცილებლად. და ძველი ოქროს და ისე მაკვარაცხი ბავშვი იყავი. ო, მაგრამ ისე მიკვირდა რომ ძველი ოქრო ამოწეს. და მომპარავიც რო იყავი ბაზარში რო დადიოდი? მომპარავიც ვიყავი, ხო, ისეთ უბანში გავიზარდე და ყველა იპარავდა მაშინ და ცოტა წამოზრდილი ვიყავი. ბაზარში იყვნენ ეს ჩვენი ბაზარი იყო, საბიჭხაზე ბაზარი გვაქვს. ხო, აი სადაც რკინიგზის ლიანდაგი გადის, ტყიბულის მატარებელი დადის, იმ რაღაცა იქ ხიდის ქვეშ არის ბაზარი. და 90-იანი წლებია ხა ისედაც არეული ვართ, აცვენილი ვართ, ქუჩაში ვართ. მიუხედავად იმისა, ოჯახში გავიზარდე, ქუჩაშიც ვიღავით კაცო. ხო, რა თქმა უნდა. ეხა ის კი არა რაღაცა ქუჩის ბიჭი კი არ ვიყავი, მაგრამ ეხა რაღაცებს ვახუჭებდით და მეზობელს ჰქონდა ესეთი იდეაო, რომ ისა ძალიან მარტივად შეიძლება ამ ხიდიდან გადავძვრეთ და ბაზრიდან საზამთროები და ნესვები წამოგვეღო. ხო და 22 საზამთრო მოვიპარე. 7 ნესვი მახსოვს კიდეც ისე, იმიტომ რომ ესე იქ ბაზრის კაჭკები ხო არის, დავაწყო ამ ბაზრის კაჭკებს, რომელიც ბაზრის გარეთ იდგა. ხო, ბაზრს დავაწყო ტრანსპორტირებაც, ნახე რით უნდა წამეღო და ესე მივაგორე სახლში. სახლში მივიტანე ცოტა იყოს პატარა გაჭირებისლები კი არის, მაგრამ დედაჩემი გადაირია. მე ეს რა არისო? მეთქი ასე ბაზრიდან მოვიპარე, მეთქი დედა თქო. ნუ გადაირია ხა. ის რო ხა მაგათ ესენი ახლა აიღე და წაიღე იქო, ხო არის ტრანსპორტირება კიდე უფრო რთული იყო. ხო და შეეშიდა, რო ხა არ დაიჭირო, ამაზე კიდე სად უნდა წაიღოს ეს ყველაფერი და ნუ წაუყროა, ასე ვთქვათ და ნუ ძალიან გამიბრაზდა, მაგრამ შევიტანეთ ეს 22 საზამთრო, 7 ნეს დაურიგეთ, მე მაგითი გავაჩერეთ იმ წელს ტელემეზობლები. ხო და რაღაც შენერად დავჭერით ეს საზამთრო ყველაფერი და გავთამავდი და მეორე დღეს ისევ წავედი ბაზარში. მე რო არ დავისაჯი, კიდე გავიმეორე ეს ყველაფერი. წავედი ბაზარში და
ნურას უკაცრავად უკვე ისე ადვილად ვეღარ შევედით, რაღაცა ეგ დაცვაც დაგვხდა, როგორც ერთი ამბავი ყვა ტეხილი რომ ვინ გატეხა ბაზარზე. ეხა 22 საზამთრო და ვერაფერი ხელსარიელი წამოსვლა არ მინდოდა და რაღაცა ეგ ცხაურის ისინი იყო დაკეტილი. ხელსარიელი არ გინდა. მოწამოხვიდე. ახლა შევძველი და შევყავი, ხე რასაც მივწვდე, რაღაცა კინძი და ოხრახუში იყო. ორი კონა კინძი და ოხრახუში გამოვაცურე. და მივიტანე სახში ძალიან ბედნიერი კინძი და ოხრახუში. აიმე ლელა იმდენი მომხვდა რა. დედაჩემის კივილი თელსაფიჩხიას ესმოდა და მომკიდა ეხლავე წამოდი ამ წვანილებით. მიიტანე ეგ და უნდა შეგარცხინო და ეგ როგორ მოიპარე ხო და მივყავა რა ხა ბუზღუნ ტყვევატყვევით და მოუტრიალ და კი მაგრამ არ მოგეწონა ტავარი. საზამთროები კი მიიღე. 22 საზამთრო კი მიიღო მშვენივრად. ხო და ეს ორი მწვანილი არა. მწვანილი ეცოტავა. ხო, წარიგი დამავრუნები. ძალიან კარგად მახსოვს პროტესტირად. აი ხო დღეს არ მოგეწონა ტავარი უთხრა. ისე მითხარი ახლა პირველი გიმნაზია ქუთაისის. კი. ხო, ახლა ეს ისეთი სკოლა იყო, რომ მანდ მოწყობა ფაქტობრივად სეკასდივნების დონეზე ხდებოდა და მაგრამ ხო იყო დედას დამსახურება მაგ სკოლაში რომ მოხდა. ნამდვილად, იმიტომ ხო, და ეხლა მოყევი მაგი როგორ მოხდა მაგ სკოლაში რომ სკოლაში. მოხვედრილიყავი, არ უნდა ყოფილიყავი კალაპკომის დივნიშვილი, ან ცეგას ვიღაცა ნათესავი, მერე უკვე 90 წლებში ქურდიშვილი უნდა ყოფილიყავი. ხო, რაღაც უგავლენიანი ბავშვები იყო და ჩემ სკოლაში ყველა ვიღაცის შვილი იყო და ესა ძალიან რთული იყო და თავის დამკვიდრე მიიღება საერთოდ და აქაც დედა ჩაერია, დედა კლდიაშვილის ქალია, მოგეხსენებათ ისეთი რაღაცა ამპარტავანი და ჩემმა შვილმა აუცილებლად პირველ სკოლაში უნდა ახლა ეს პირველ სკოლა რა სკოლაზეა საუბარი. ხო, სადაც სწავლობდა აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, პაოლო ტიციანი, ვლადიმერ მაიაკოვსკი, რა ვიცი, ყველა მე მგონი შექსპირი, გოეთე, ყველა მასწავლობდა. ვინ შექმნა საერთოდ ეს? ჩამეიყვანა ეს. ყველა მასწავლობდა აბსოლუტურად. ხო, ოღონდ მართლა ხუმრობის გარეშე ვაჟას, ილიას და ყაზბეგის გარდა ყველას შექმნა ჩვენი ქვეყანა, ყველა იმ სკოლაში სწავლობდა. შალვან უცუბიძე, დიმიტრი უზნაძე, ყველა და ესა და უცებ დათორე. ხო, მაგრამ ამ სკოლაში მიღება იყო ძალიან რთული. ან უბნით უნდა ყოფილიყავი დაკავშირებული, მაინც რთული იყო. და უბნით არ ვიყავით, ეს ქალაქი ცენტრია, ჩვენ კი ცენტრალური უბანია, საფიჩხიაც, მაგრამ სხვა უბანია მაინც. ხო და ან ვინმე შვილი უნდა ყოფილიყავი. არც ერთი ეს არ უდგებოდა ამ ამბავს და დედაჩემმა ესა რა ქვია, გამოეწყო ისეთი რაღაცა მაშინდელ ლენინგრადში ნაყიდი რაღაცა თეთრი ჩექმები ეცო, როგორ მახსოვს. ხო და რაღაცა ისეთი კარტაფეხზე იდგა ისე ყოველთვის, თქვენი არ იყოს. ხო და რაღაცა ესეთი წულპანი ქონდა მიხატული თელ ზურგზე, უზარმაზარი კაბარიც, რაღაც სუმი გუმი მოსკოვში ნაყიდით, გამოიპრანჭა ძალიან ლამაზად, მივიდა და დირექტორს ეუბნება, რომ ესეო ყველა არ არსებობსო, ჩემი შვილმა აქ უნდა ისწავლოსო. გამორიცხულია ისე არ გავალაკე. არა ქალბატონო, გამორიცხულიაო, არანაირადო ჯერ ვერ მივიღებ თქვენ შვილსო. აქ ახლა ვინმე შვილი არ ახარ ამას ვერ ეტყოდნენ, მაგრამ უბნით არ აქვს ვერ მიიღებ და არაო, მე რა ვარ. მაგრამ მიანიშნა. ხო, რა უშუაშია უბანი, აშუაშია ქალბატონო და რამდენი სკოლა გამოიარეთ საფიჩხიიდან აქამდე რო ჩამოდითო და ხუთი სკოლაო უპასუხა დედაჩემმა და ხუთი სკოლა რო გამოიარეთ, მაინდა-მაინც ეს სკოლა რატო მოგინდათო? უამრავი სკოლა და შეგეყვანათო და ესა თქვენო დირექტორს უთხრა როგორც ვიცი ვანის რაიონიდან ხართ წარმოშობითო დიახო უთხრა იმან ვაინიდან აქამდე რამდენი სკოლა რამდენი სკოლა გამოიარეთ მაინდა-მაინც პირველი სკოლის დირექტორობა რომ მოგინდაო მოგინდა ჩვენцо და იმდენად სხარტა მოხდენილად მითხარ ეს იუმორისტობა დედისგან არის დედას რა რიცი დედისგანაც და სხვათა შორის აი ბიძა ბაბუის ძმა მყავდა ისე სასწაული იუმორი ქონდა როგორ სწავლობდე რა რიცი? ეხლა ამ სკოლაში რომ მოხდა, ეხლა უნდა ისწავლო გადასარევად ხუთებზე. ხო, არა, სწავლით ახლა აბსოლუტურად ვერ ვიტყვი, მაგრამ ხუთოზე ვერ სწავლობდი, მაგრამ ხუთებს ვიღებდი. ეგ როგორ? ხო, ეს უცნაური სასწაული ამბავია, ესეც არსად არ მომხდარა. დედას მოთხოვნა იყო ეს. დედას მოთხოვნა კი არ იყო და მაშანტაჟებდა პირდაპირ. დედა პირდაპირ, მაგალითად, რა რიცი, ხო არის ახლა რო ისა მთავარია ის. აი როგორ გაშანტაჟებდა წალმა იტა. ყველაფერს მოგიყვება. 6 წლის ბავშვი. კი, აი ხო არის გამოთქმა რომ მთავარია ის
სწავლო, თავია ჩემთვის ცოდნა და ნიშანი არ მაინტერესებს. ჩვენ ოჯახში პირიქით იყო. ცოდნა არ იყო აუცილებელი, თორემ ნიშანი მქონოდა, იმიტომ რომ ახლა თუ ცოდნაზე ნიშანიც იქნებოდა, ახლა წინამდე კი არ იყო, მაგრამ ნუ აი ნიშანი უნდა მიმეღო ხუთიანი, არ აინტერესებდა ეჭებს, ეს ვიცოდი არ ვიცოდი. როგორც გინდა, აი კონკიას ხო დავალებას რომ იცი. როგორც გინდა, როგორც კი ხუთიანი არ გეკნება, თავს მოვიკლა საილუსტრაციოდ რაღაცა მოიძრობდა ეს შპილკას და ეს არა ქვია. და ესა ჩამთველში ასე იტანდა თავს ვიკლავ რაღაცა და დაუძახებდა მანამდე რომ ნოდარი გამორთა ის მრიცხველზე რუბინიკი ერთხელ კი უთხრა მამაჩემ ნუ ეთამაშები იმიტომ რომ 90-იანი წლები იყო და ზოგიერთი ლევია თამილა აქ რაღაცები და დაამთავრა ხაშე მაგამ ბავშვი ხო და ეს არა შენ ამ დროს რა შემო მე ვაიმე ძალიან ნერვიულობდი ისე მეშინოდა ის არა ქვია. გეხოცებ ხუთიანს ვიდე. მაშანტაჟებდა პირდაპირ დედა ჩემი. ხო და ნუ ისე მეკცეოდა რა ვიცი ახლა იუნისეფმა რომ მოგვისმინოს ეს გადაცემა განრიდება მშობელებს, მაგრამ განრიდება აღარ არის საჭირო მინდა გითხრათ, ცაცაკებს ვღორობთ ისედაც. სოლი რა ჩემი და მეც აღგეს ვღორობ დედა ცალკეც ვღორობს. ასე თორე უეჭველი განმარიდებდნენ ახლა გადაცემის მერე თუ მოისმენდა ვინმე სოციალური სამსახური ისე მეკცეოდა მაგრამ ეხლა რა ხდება? დედა ხომ მაშანტაჟებდა და მე მაშანტაჟებდი მასეებლებს. სასწაულებს შვებოდი. ეს ცნობილი ისტერიკებს მართავდი პირველ სკოლაში, ჩემ თაობაში ძალიან ცნობილი იყო, იმიტომ რომ სასწრაფოს მანქანა თუ იდგა პირველ სკოლასთან, უკვე იცოდნენ რომ ლიგლიგაზე შეწუხდა. ხო და აწყობს ისტერიკებს. სასწაულს შვებოდი, ოღონდ ამას იმიტომ შვებოდი. ლიგლიგაზე შეწუხდა. ნიშანი კი არ მინდოდა, ნიშანი იმიტომ მინდოდა, თელი ჯაჭვი იყო ყველაფერი. უნდა შევწუხებულიყავი, თუ კი ნიშანს არ მიწერდა მაღალს, რომ შევწუხდებოდი, მე რამათა ეშინოდათ მასეებლებს, სასწრაფო მოდიოდა, ესე ნიშანს მიწერდნენ, ნიშანი მიმქონდა, მქონდა ეს ჯაგარი ხო იცის რო არის. ხო, წილაჯიაჯვლა, ნიშანი მიმქონდა დედას და დედა თავს აღარ მოიკლავდა, დედა თუ თავს მოიკლავდა, მე ამ რა ქვია, ხო და ესა, ხა ეს ისტერიკები რაში გამოიხატებოდა. დავუშვათ, ვერ ვიღებდი რაიმე ნიშანს და უკვე აი ვიწყებდი ესეთ რაღაცებს, ვიწყებდი, ავყვებოდი ნერვებს და დედა ჩემი თავს მოიკლავდა, ვიწყებდი. ხო და რა ამქნა ხაო და არა თან ძალიან ცნობილი იყო ჩემი ისტერია, გამართე თუ გიდა რაც კიდე ის კენდი. ხო, ხანდახან ზოგი მეტყოდა პირდაპირ და ესე ავყვებოდი ნერვებს და რო ავყვებოდი, მართლა კარგად თამაშობდი ამ შემთხვევაში. მე უკვე გადავფიჩინდებოდი და აღარ გადავთეთრდებოდი და დუჟი მოდი და წავიქცეოდი ძეს, მე სასწრაფოს გამოიწაკებდნენ. არავის არ უნდა ეხლა რომ მოსავლე შეუწუხდა ნიშნის გამო და ასე მიწერდნენ ნიშნებს და ისა რამდენი წელი თამაში ასე მოიცა ისა მახსოვს ისტორიის მასეებელმა გაგვიძახა ერთი 8 ადამიანი და არც ერთმა წესიერად ვერ მოყევით და ხო არც ერთ არ გიწერთო მაღალ ნიშანსო და დავიწყე უკვე. ხო და ვერავის ვერ დაუწერ და აიწყე თუ გინდა ისტერიკი პირდაპირ შემიკვეთა. ხო დავიწყე ისტერიკები და ავფართხალდი და ესე გავხდი ცუდად ენა გადმოვაგდე წავიკეცი და ნუ შეეშინდა ძალიან მასეებელს იმიტომ რომ ხო და მომისმინე დათო მითხრა მომიტანა ჟურნალი ახლოს. ერთი წუთიო ეხლა თავი გაიმაგრე, ეხლა მოფხიზლდიო. ოღონ შენ არ ინერვიულო? აი ვინც გავიძახე დღესო, მარტო შენ კი არაო. ხო და ყველას უწერ ხუთიანსო ჩამოუწერა ხუთიანები და ამას რო გადავხედე, რომ მეც ხუთიანი და ამათაც ხუთიანი და მე ამდენი ამხელა ისტერიკები დავიმატე. ამათ გა. ამდენი შრომე. ხო, ამდენი ვიშრომე და ამათ ყვილა. ხო და მე მართლა შევწუხდი, უკვე ნერვიულობის. ისე მინერვიულობ. არ მეგეწონა. ხო, არ მომეწონა, მართლა შევწუხდი მე და ესა და მათემატიკაში ვყავდა მასწავლებელი, ოღონდ. ხო. რომელთანაც ისტერიკები არ გადიოდა. უბრალოდ არ წერდა ხუთიანს. აი მაშინ რა შვებოდი. აი ეს მათემატიკის ასებელი იყო, ისა აი თოფურიას მათემატიკას ვსწავლობთ ჩვენ თელი საქართველო და იმის მოსწავლე და რაცა სასწაული და ქალაქის მეთოდისტი მათემატიკის და უნკაცრესი ქალბატონი და ის არაფრით ნიშანს არ წერდა და არა და მართლა მამზადებდნენ მათემატიკაში, ალგებრაში ძალგე, გეომეტრიაში ძალგე. ერთად გერმამზადებდნენ. ხო, იკლავდა დედაჩემი თავს რომ მათემატიკაში უნდა იყოს ძლიერი. სხვა ყველაფერი არ მაინტერესებს და აი რატომ უნდა ყოფილიყავი ძლიერი არ ვიცი. ვერაფერში ეს მათემატიკა ვერ გამოვიყენე ახლა. ფულს ასაჩვეულობ კი ვითვლი ახლა ის რომ სულაჯდება მას დიდი მათემატიკა მაგალითად ვერ შეულობ. გეომეტრიას ვაჭირდება. ხო, სულაჯდება გეომეტრია და ტრიგონომეტრია მით უმეტეს. ხო და ეს არ მიწუთხარე და ჩემს რომ არ გაჭრა დედა არ შეწუხება, არ წერს ეს კალი ხუთიანს. ხო. ჩაიცვა თავი ჩექმები ისე. არის გაბა. მივიდა მასწავლებელთან. ისე ხო მივიდა მასწავლებელთან და უთხრა რომ ესაო რა ქვია ძალიან ბევრს შრომობს ჩემი შვილი ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ ხუთიანი მიიღოს მაგრამ აი ვერა და ვერ აღწევსო წარმატებასო თქვენთანო და
ხო, ვერაო, ქალბატონო თამილა, იმიტომ რომ ისა რა ქვია, აქ ხუთიანი რომ მიიღოსო, რაღაცა სასწაული უნდა ქნასო. ხო და ვერ იზამს სასწაულსო უთხრა მასწავლებლებს და რატო ვერ იზამსო? ვერანაირად ვერ იზამსო, მე ისიც კი მიკვირსო, ესა უთხამდე რო ამოდისო, იმიტომ რომ დათო ხო ჯანმრთელობის პრობლემები აქვსო, ჯანმრთელობის პრობლემები დაიბადაო რა. არისო ძალიან ისა და მოიგონა ქალმა რომ ისა მე ვიყავი ცოტა ისა გონებრივად ჯანმრთელობის პრობლემა აქვს ისეთიო ვერც იმახსოვრებსო და ვერც სწავლობსო და მე ისე მიყვის, ისე ინდომებსო თქვენთან 4-ს როგორ იღებსო და გადაირია ეს ქალი მორთო ტირილი რა. ეს ქალიც დააშანტაჟა. კი, როგორ ხო ესო მუთხარ რაღაც დაავადება ისეთი ვერ ვიხსენებ ზუსტად. ხო, რომელიც ამას ვებძვით ჩვენ თეატრობა სადარ ყავდა. დიდი ნაწამი ბავში ხარ. აგამდე როგორ მოყვედი? ხო, სადარ ყავდაო წაყვანილიო, მაგრამ ვერაფერიო და ისე მიიკვისო საერთოდ ყვება გაკვეთილ საერთოდ არა გაკვეთილ როგორ არ ყვება? კაცო. კი ხო და მეორე დღეს გამიძახა და დამიწერა ხუთიანი მასევა. ეს რამდენი ხანი გრძელდებოდა დათო? ნუ ახლა ეს სანამ მე მას ვერ მიხვდებოდი რომ მართლა არ იკლავდა თავს და ეს ამ ყველაფერს თამაშობდა, გრძელდებოდა რაღაცა. კაი მე 6-ე მეშვიდე კლასამდე გამიგზავნა. თავის დამკვიდრება გჭირდებოდა ამ სკოლაში და იცი აი კიდე რაღაცა გავიგე რომ ეხა ისტორიკას იმართებდი, მაგრამ ეხა ეს გასაგები რომ მასწავლებლებთან, მაგრამ აი ზოგადად აი შენს სამეგობროში სკოლაში როგორ თავი დაგვიკვირებია ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ ეს ახლა შენ როცა არავის შვილი ხარ, იქ ყველა ვიღაცის შვილია, ხო, აი იქ უფრო მეტი გაჯიბრება გაქვს. აი რას აკეთებდი? ხო, და რას აკეთებდი და ჯერ დავიწყე ისა რა ქვია პიონერული საქმიანობა, აი ოქტომბრელი ვიყავი, მაგრამ იმდენი ვქენი, ისე ვიაქტიურე, როგორ ხო, ისა ერთი წით ადრე მიმიღეს პიონერიაში. რაღაცა აი რჩეულთა ხვედრი მახსოვს თბილისში წამომიყვანეს რამდენიმე ადამიანი, რამდენიმე ბავშვი სხვადასხვა სკოლებიდან და 27 ყრილობა იყო რაღაცა ისე, 27 ყრილობაზე მიგვიღეს პიონერიაში. მახსოვს მეგონი ჯუმბერ პატიაშვილი იყო თუ ვიღაცა, იმან გაგვიკეთა ხელსახვევი. ხო, გაგიჟებული ბავშვები მიყავდათ ხოლმე, აქტიური ბავშვები სკოლის და ნუ უნდა გენახა ახლა თელ ჩემს ბევრი პარალელი მყავდა A კლასი. კაციშვილს არა აქვს, არავის არა აქვს ხელსახვევი და გიკეთია მარტო შენ. მიკეთია რო დავდივარ ამ ხელსახვევით პირველი. ზარზე იმით ჩახვედი ქუთაისში და მერე სკოლაში. რო გაგძელებულიყო ისა, სასწავლო კომუნისტი ვიქნებოდა. ხო, მაგრამ მინდა გითხრა პირველი ვიყავ, ვინც ხელსახვევი მოიხსნა მერე ჩემს სკოლაში. და აგდო ძირს, იმიტომ რომ უკვე მალევე ეროვნული მოძრაობა წამოვიდა, დიდხანს ადრე მომწყვიტეს პიონერიის ძუძუს, ასე ვთქვათ, და ისა ეროვნული მოძრაობა რო წამოვიდა, პირველი ვიღავ, ვინც ექსტრემისტები ერქვა, მაშინ დიდი წვერებით რაღაც არაფორმალები, ვინც შემოუძღვა სკოლაში ექსტრემისტებს და მოვითხოვეს სუსურუკი ისტორიის წიგნების დაყრა, დავაკრევინე თელ კლასს და თელ პარალელკლასელებს ისტორიის წიგნი მოიხსენი ხელსახვევი და ავაგდე. აი, კარგი ინტუიციით, კარგი ყნოსვით მიდიხარ, ნელ-ნელა უკვე გრძნობ ამ ყველაფერს, ხო, საით მიდის ქვეყანა, ვინ მოდის, ვინ მიდის, ვინ დარჩება. ხო და აი ამ ყველაფრის ნათელი მაგალითი ის არის რომ მე ესე იგი ჟამთ აღვრიცხველი ხარ ქუთაისის მერების 22 მერი გამოიცვალე და 22 მერი გამოიცვალე კი ბატონო 22 მერი გამოიცვალე ყველასთან კარგად ვიყავი ყველასთან კარგად ვიყავი და ყველა ცოცხალი და სახეზია და შემილია ახლა 11-11-ზე ფეხბურთი ვათამაშო კაი აზრი მომეწია 22-ზე ხო მაგრამ ძალიან იცლებოდა ისა მერები და ხო კი ყველასთან ვახერხებდი სხვათა შორის ისა 2012 წელს თუნდაც ყობა შეიცვალა ხა როცა ისე იცვლებოდა მერები ზოგი სამკვირიანი მერი იყო ზოგი ორთვიანი სამთვიანი ხა საწავიდოებით ისაც მარტო მეგია და სხვა რჩებოდა ხო ისა თვითმმართველობის შენობაში მაგრამ როცა ფუნდამენტალურად იცვლებოდა მთავრობები ხო იმაში ცოტა კი ჭირდა ისა ეს ადაპტირება ცოტა მეტი გულისხმობა და მეტი შრომა გჭირდებოდა 2012 წელს როცა ნაციონალური მოძრაობა წავიდა და ოცნება მოვიდა მაშინ პატიოსანმა საჯარო მოხელეებმა ვინც თვლიდა რომ იმ გუნდის წევრები იყვნენ ულაპარაკოთ ასე აკრიფეს ნივთები რაღაცა და წავიდნენ სამსახურიდანაც და შემოაღეს კარები და წამოდი ლიგლიგაძე შენ ვთხარი ისა თქვა რომ დამიჯერეო ისე მე ვთხარი რა არის ხა იცი ახლა მე მორალური ისის მქონდა რომ მე მათ არ მოვყოლი ვარ იმიტომ რომ მე შაშიაშვილიდან მოყოლებული იქ ვიყავ ხო ასე რომ იმათაც დავხვდი ხო ხა რატო უნდა წავყვე ხო და მე მუთხარი რომ მე ხო თქვენ არ მოვყოლი ვარ წამოდი დამიჯერე ჩვენ დავრუნდებით ისე 2 წელიწადში თუ დავრუნდებით აგები იქნება მე ორი წელიწადი გადაგალადებით თქო კი კაცო თუ დავრუნდებით აგენება რაღაცას არ მაპირებ თქო ეს იყო ძალიან ჩემი ფრთიანი გამოთქმა იმ პერიოდის ოხ მერთო ჩემო აი
მართლაც რომ ძალიან ბევრი ისტორია მომისმენია დათო შენზე, მაგრამ ის თავარი ისტორია, რითაც მოდიხარ და მთელი ხიბლი ჩემი გადაცემის ხო ეს არის, რომ ჩემთან მოსული სტუმრები, ჩემი მეგობრები, ნაცნობები, უცნობები არ აქვს მნიშვნელობა, ყვებიან ჩემთან ამბებს, რომელიც არასდროს ასად არ მოუყოლია და სხვათა შორის ჩემო მეგობარმა მითხრა, რომ რა კარგი არგიო, რაღაცნაირი უნარი გაქვსო ადამიანებსო, აი რაღაცნაირად აძლევო იმის საშუალებას, რომ ამოთქვანეს თავიანთი ნათქვამიო და სხვათა შორის ბევრჯერ მithქვავს ხოლმე, როდესაც ბოძზე ვაკრავ ხოლმე იმას ამ ისტორიის სახელებს, რომ ბევრმა რაღაცა მართლა ტვირთი მოიხსნა, ის რასაც ალბათ წლების განმავლობაში აი ცოტა გულს რო გიხნის, ხო იცი ცოტა რო გტკივა და მე ვიცი, რომ ესეთი ამბით ხარ შენ მოსული, ამბით, რომელიც სინამდვილე რაც არის, როგორიც არის მართალი ეს ისტორია, ეს შენ არასდროს არსად არ მოგიყოლია. სხვადასხვანაირად კი მოგიყოლია, მაგრამ აქ დღეს ჩემთან, მხოლოდ ლელასთან, ჩემი მაყურებლისთვის შენ მოყვები ამ ისტორიას იმ რეალობაში პირველად, როგორიც არის ნამდვილად. კი, ჩამოვედი, მართლა იმისთვის ჩამოვედი, რომ ეს ისტორია მოვყვე და მოვყვე მხოლოდ ლელასთან, იმიტომ რომ მართლა უამრავ ადამიანთან, რა ვიცი, მე მგონი ყველა შოუში ვარ აბსოლუტურად ნამყოფი, რაც არსებობს საქართველოში. ჩემ ქალაქშიც, ბათუმშიც, რა ვიცი, ყველგან დავდივარ, სადაც მეძახიან. და ეს ისტორია კი მომიყოლია, ოღონდ სწორი ვერსია არ იცის საზოგადოებამ. ისტორია, რომელიც დედაჩემიც კი ახლა გაიგებს. ეს არის ჩემი თეატრალური ინსტიტუტიდან წამოსვლა. მე ვიდრე ჟურნალისტი გავხდებოდი, თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე. თეატრი ცხოვრობდი, მე ბავშვობიდან თეატრში ვარ, ახლა თეატრში მარტო ის კი არა, სპექტაკლებს უყურებდი და ამიტომ ზოგადად თეატრთან ვიყავი დაკავშირებული, გავიზარდე კულისებში, გავიზარდე თეატრის გარემოცვაში, თამაშობდი ჯერ სპექტაკლებს. კი, შენი ბავშვობის პერიოდში, მაშინ მესხიშვილის თეატრი ძალიან აქტიური იყო. კი, მე 90-იანებში გახდა პრობლემა ყველგან. 90-იან წლებშიც კი, როცა ორი კაცი ვიჯექით იმ გაყინულ დარბაზში, ერთი ნამდვილად მე ვიყავი და არასდროს თეატრი არ მემიტოვებია. მე სულ თეატრი ცხოვრობ. მე ვერ წარმომედგინა სხვა პროფესია. მე ჟურნალისტი არ არის ჩემი ბავშვობის პროფესია და არც ეხლა ტურისტული გიდიც ვარ, რაღაცა უამრავ რამეს ვაკეთებ, მაგრამ თეატრი იყო, რომელიც აი მესიზმრებოდა თელი ცხოვრება და მე არ წარმომედგინა სხვა პროფესიაში ჩემი თავი. მე აი აუცილებლად მსახიობი უნდა ყოფილიყავი, თეატრში უნდა ყოფილიყავი და თეატრის უნდა მეცხოვრა. და როდესაც უკვე დადგა დრო, რომ ეს სკოლა დავამთავრე და თეატრალურ ინსტიტუტში წავსულიყავი, ცხადია, მე დავუკავშირე პროფესიულადაც უკვე ჩემი თეატრალურ ინსტიტუტს და თავის დროზეც გამათამამეს ისე რომ აუ შენგან მაგარი არტისტი გამოვა, ეხლა რაღაცა ამ ჩემი იუმორი და რაღაცა ამ ყველაფერს როგორ ოჯახიც ამას გეუბნებოდა? კი, ყველა რომ შენ გაქვს ასწავლი იუმორი, შენ თეატრში ივარგებ, ხო, იმიტომ ახლა ბევრს მაინც 90-იან წლებში შეიძლება მიუხედავად იმისა, რომ დედა მათემატიკაში გამეცადინებდა, გამზადებდა, მაინც საბოლოო ჯამში მიხვდა, რომ ეს იყო ჩემი ოცნება ბავშვობის და მე ახლა ბევრ რაღაცას ვაშარჟებ ოჯახზე, მაგრამ მე ოჯახი აბსოლუტურად მედგა ყოველთვის გვერდით. დედა, მამა, აი ყოველთვის ამაგარია. ყველაფერზე აბსოლუტურად. ჯერ კიდე ხო ოჯახი გვიან შევქმენი 40 წლის ვიყავი, ცოლო მოიყვანი და 40 წლის ასაკამდე ისე მოვიდა, ხა წარმოგიდგენიათ, ახლა ლელა ალბათ ფიქრობ, რომ რამდენჯერ უძახიან მოიყვანე ცოლო. არასოდეს დედაჩემს არ უთქვამს, ჩემთვის ცოლი რატო არ მოგყავს, იმიტომ რომ მან მე მითხრა, რო უთხარი, როცა ვიყავი ოჯახში უთხრა, რატო არ მეუნებ, იმიტომ რომ ეს არის შენი პირადი ცხოვრება, რომელიც არ არის ჩემი საქმე. მიხოთ ასეთი დედა გამომული ვარ, ასე ვთქვა დედაჩემზე დღემდე და ისა ეხლაც რო დამირეკა, რო უთხარი, რომ სახში რატო არ ახარ, არც მithქვია, რომ აქ ავარ, იმიტომ რომ მე უნდა ინტერვიულოსო სხვა ქალაქში ვარ რაღაცა, აგერა ვარ გადასული, მოვა დაგირეკა ვეუბნები, ხო ისა და იმდენად უფრთხილდე, მე და უფრთხილდებოდი მამას განსაკუთრებით, რომელიც ავადმყოფობდა მამა და უთხრიდებოდი და მეშინოდა არ მომგდარიყო და ეს დღე არ დამდგარიყო, ძალიან ბევრ რაღაცას ვმალავდი ისეც რომ მშობლებს არ გაეგო. მათ შორის არის ეს ისტორია თეატრალურ ინსტიტუტში, როცა
ჩავაბარე, მოსამზადებელზე ვსწავლობდით, 1 წელი ვსწავლობდი ამ ჯგუფთან ერთად, ეს ქუთაისის ლიმინირებული ჯგუფი იყო. კი, მე მახსოვს, იმიტომ რომ მეც როცა ვსწავლობდი, მაგ პერიოდში რეგიონალური ჯგუფები იყო, ქუთაისის ჯგუფი იყო, ქუთაისის და ბათუმის ჯგუფები იყო. ხო, და თელავსაც ქონდა ხანდახან ლიმინირებული ჯგუფი. ეს 5 წელიწადში თუ 3 წელი ერთხელ გვიწევდა ქალაქს, იმიტომ რომ არტისტები დაბრუნებოდნენ ქალაქს, ახალგაზრდა სისხლი გადასმული იყო თეატრში და ამას ქონდა ბევრი დადებითი მხარე და ეს მათ შორის იყო ერთგვარი კოლგაც, რომ შენ ლიმინირებული ჯგუფში ვერანაირ შეგეხებოდა და ეს შენთვის იყო ეს ადგილი, იმიტომ რომ მოგეხსენება თეატრალურ ინსტიტუტში 90-იან წლებში და ახლა მე შენ ზუსტად მიხვდები, რასაც გეუბნები, იმ პერიოდში იქაც უნდა ყოფილიყავი ვერიგო აჯაფარიძის, ან მედია ჩახავას, ან გოთე მახარაძის, ან ვიღაცის შვილი, შვილთა შვილი, რაღაცა უნდა ამ სახიობების ის უნდა ყოფილიყავი პლიადა, თუ გინდა რომ გაგეგზელებინა ეს პროფესია. ეს პროფესია და ხა ისე ასე ქუთაისიდან ჩამოსვლა და არტისტობა არ მართლა სასწავლო ყოფილიყავი, ან რაღაცა იღბალიც უნდა ყოფილიყო რაღაცა და ამ მხრივ როდესაც ზურგს არ მიმაგრებდა არავინ ასე. არა, თან პრესტიჟული იყო თეატრალურში სწავლა. ძალიან და ცოტა სტუდენტს იღებდნენ. კი, ცოტა და ზოგიერთ პროფესიები 5 წელიწადში ერთხელ ცხადდებოდა, მაგალითად სარეჟისორო და თან 5 კაცი აყავდა, თუ 4. და ეხლა წარმოგიდგენთ ამ ხელა კონკურენციაში შევყავი თავი, ასე ვთქვათ, და ასე ვქენი თუ ისე ვქენი, მოხვდი ამ ლიმინირებულ ჯგუფში, ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში, სწავლობდი მოსამზადებელზე და უკვე პირველ კურსზე რო უნდა დავქსვან, ისა და ვფიქრობ, რომ წავიდე თუ არა თბილისში. წავიდე თუ არა თბილისში, იმიტომ რომ 90-იან წლებია, 1993 წელზე გიყვებით, საშინელი გაჭირვება თელ ქვეყანაში და ჩვენ ოჯახს უჭირდა ძალიან, რადასამალია, არ გქონდა საშუალება ამისი და ეხლა ბევრ ოჯახს უჭირდა. ხო, წარმოიდგინეთ, უნდა თბილისში ჩემი შენახვა, მერე ხო უნდა საჭმელი მეჭამა. აი, ამის სახსრები უნდა მოძებნილიყო ჯერ. და ჯერ პატარა ვარ, ეხა მე ჯერ ისა არა მაქვს, ხო, მაშინ სკოლას 6 წელს ვამთავრებდით, ხო, ისა და გავიგონე ჩემს აი ზურგს უკან, არა ჩემ გასაგონად, ოღონდ მშობლების, იმიტომ ახლა უნარიანი ბავშვი ვიყავი ყოველთვის, ახლა ვერაფერს ვერ გავამაპარებდა. გავიგონე დედაჩემი და მამაჩემი როგორ ამბობდნენ, რომ ეს პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამ ფულის შოვნა, მაგრამ ის რო ახლა ბავშვენ უთხრა თბილისში არ წახვიდე. ხო, გამორიცხულია, მათხოვრად რომ დავდგეო დედაჩემ მამაჩემ ქუჩაში ხელი გავწიოთო, ეს უნდა გაუშვათ თბილისში, უსმენ ამ იმას, ხო? ხო და ეხლა პირველ ეტაპზეო 10 ლარი მაინც გავატანოთო, ხო? რაღაცა მგზავრობის ფულიო, რაღაცა ესე მე იქნება რაღაცა ვიშოვოთო და ესო კაცო ხო უნდა გვეყიდაო კარაკი და შაქარი, არ ვიყიდოთო ეს შაქარი და კარაკიო, ამ დიალოგს უსმენ. ნუ შაქარი არ ვიყიდოთ და ამ შაქრის და კარაქის ისა ჯერ кайხან მეგონა რომ დედას უშაქრო ჩაი უყვარდა, მე მივხვდი რომ როცა უკვე როცა აღარ გვიჭირდა და ფულიც ვიშოვე და შაქარით ჩაყარა, გამიკვირდა შე ხო უშაქრო ჩაის ვამდი სულ თქო და სინამდვილეში უშაქრო ჩაი კი არ უყვარდა, ჩვენ რო შაქარი ვქონოდა. ამიტომ აკეთებდა ამას და მამაც ასეთი იყო და ცხადია ამას ახლა 16 წლის ბიჭი ამას განვიცდე, ნუ ძალიან განვიცადე, მეთქი ხო არ თქვა უარი თეატრალურზე წასვლაზე, მაგრამ არა, მე ახლა ამას ვფიქრობდი, ამათ ეთკინებათ გული, რომ აი მის გამო რომ ჩვენ გვიჭირს ვერ წავიდეთ, მე ამას ვერ გადაიტანდა მშობლებიდან, მოკლედ დიდ ჭიდილში ვიყავი, წავედი თეატრალურ ინსტიტუტში და მოხდა ისე, რომ იმ წელს იყო პირველი ფასიანი ჯგუფები რო გახდა, სამეურნეო ჯგუფი ერქვა თავიდან ესე, იმ წელს იყო ზუსტად პირველი და ასე, ნუ პირდაპირ ვთქვათ, რომ არავის შვილი, ასე თუ პატრონოთ, ასე რაღაცა გადამაგდეს ამ ფასიან ჯგუფში. ამ ფასიან ჯგუფში რომ გადამაგდეს, ამას უკვე ვეღარ გაუძლებდა ჩემი ოჯახი, ფიზიკურად ვერ გადავიხდიდი. ფიზიკურად ვერ გადავიხდიდი, ახლა ვერაფერს ვერ ვიზამდი მაშინ. და ისა და ძალიან უნდა დაუბრუნებულიყავი ქუთაისში, მე თქვა უარი ჩემ პროფესიაზე საერთოდ და მე ვთქვი რომ მე მუთხარი თანაკურსელებს რომ მე ბრუნდები ქუთაისში, ოღონდ ისა ნუ ამას არა ჩვენ რაღაცას მოვიფიქრებთ, არა, მე ვთქვი მე ისედაც ჯერ რაღაცა ისედაც მოსაფიქრებელია ჩემი აქ შენახვა რაღაცა, ზუსტად ვიცი. აი მათმა იცოდნენ რომ შენ მატერიალური პრობლემის გამო რო აპირებდი დაბრუნებას. ჯერ გული მეტკინა ისედაც, არ ვიმსახურებდი ამ ფასიან ჯგუფში გადაგეტებას, ასე ვთქვათ. და სხვების ფასონის ლიმინირებული ჯგუფი იყო, მეკუთვნოდა მე ეს ადგილი, რაც არ უნდა ცუდი არტისტი ყოფილიყავი, მეკუთვნოდა ეს ადგილი აქ უკვე ნიჭზე და იმაზე აღარ იყო ლაპარაკი. აქ იყო ვისყავდა პატრონი, ვის არა, იმის მიხედვით გადაანაწილეს, გადმოანაწილეს ეს ხალხი და ასე გულნატკენი ჩავჯექი მატარებელში როგორ მახსოვს, ასე გულნატკენი საერთოდ ის არა გათიშული, როგორ ჩამოვედი, არ ვიცი, მოვედი, მოვადექი ამ ჩემი ჩანთით თუ ჩემოდნით, მოვადექი სახს და ესენი მიყურებენ რა მოხდაო და
მაშინ ვიცრუე და მე ხშირად ვყვები, რომ თეატრალურ სტუდიიდან წამოვედი, იმიტომ რომ რეჟისორთან კონფლიქტი მომივიდა, არანაირი კონფლიქტი, როლი არ მომცეს რაღაცა და მე ვთქვი, რომ ისა როლებს არ მაძლევდნენ. მოუყევი დედაჩემს და მამაჩემს, რომ კონფლიქტი მომივიდა რეჟისორთან და მე აღარ გავიხედა, მე თეატრისკენ, მე თეატრშიც აღარ წავალ თქვით, იმიტომ რომ მართლა გულნატკენი ვიყავი და ისა მე ვიცოდი, რომ ამას მამა ვერ გადაიტანდა ამ ამბავს, რომ გაეგო, რომ ფულის გამო გავაკეთე ეს ყველაფერი ასე პატარა ბიჭმა, რომ შენი ოცნება ვერა ისრულია. ვერა და პროფესიაზე ვთქვი საერთოდ უარი. და უთხარი, რომ არა იქ მე რეჟისორთან კონფლიქტი მომივიდა, მე თეატრისკენ აღარ მინდა, გახედვა აღარ მინდა თეატრისკენ და ესე გაბრაზებული ვარ წამოსული და როგორ მახსოვს მე ჩამოვიდა კიდეც გამოუშვა რეჟისორმა განიცადა ძალიან ისა რა ქვია გარდაცვლილი ეს დაიჯერებს მშობლებმა რომ შენს თავარ მიზანზე თქვი უარი მამაჩემი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან ეს ამბავი არ გაუგია საერთოდ იმიტომ რომ მამაჩემს ეს ამბავი რო გაიგო ამის გამო მოგდებოდა და ამას ჩემ თავს ვერ ვაპატიებდი ვერასდროს და დედაჩემი ახლა დღეს გაიგებს ამ მიზეს დღეს გაიგებს ამ გადაცემით, მაგრამ მამა ნუ ვიცი. ხარ ინერვიულებს დედა ახლა მაგის გამო. აღარ გვიჭირს და ისა ჩემი შრომი ძალიან ბევრი რაღაცა შევქვენი მე თვითონ და ახლა აღარ ინერვიულებს, მაგრამ მინდოდა რომ მხოლოდ შენ გული წყდება და თუ აი დღევანდელი გადმოსახედიდან რო შეხედო, აი მე სულ ვამბობ ხოლმე რომ შემთხვევითობა არ არსებობს მეთქი, მაგრამ აი ეს გულის ტკივილი გაქვს რომ დღეს არ ხარ მსახიობი. სწავლის პერიოდი მე ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე, იქ რაღაც სერიოზულ წარმატებებს მივახციე, მე ისა რა ქვია, ახლა რო გადავხედე ჩემ გამძლე ცხოვრებას, ღმერთმა მაინც ორ გზაზე დამაყენა, მე ბერლინში დოიჩე ველეს აკადემიაში ვსწავლობდი, მე ნიუ-იორკის ჟურნალისტთა უმაღლესი სკოლა დავამთავრე, მიმხელა შესაძლებელი მომცა უკვე ჟურნალისტიკამ, მაგრამ ეს ვერ ამოვიგდე თავიდან, რამდენია ჩემი თანაკურსელი ან ტელევიზორში გამოჩნდებოდა, ან სადმე სპექტაკლი ექნებოდა. აღარ ქონია მე შემხებლობა ესეთი. კი, როგორ არა და აი რამდენი რეკლამაში გადაიღეს ჩემი კურსელები რაღაცა ესე, მაგრამ ეს რეკლამა რო გადიოდა ტელევიზორი, ისე ცუდად ხვდებოდი, ანუ აქ მეც უნდა ყოფილიყავი. ისეც უნდა ხდებოდა ამ ყველაფერზე და 5 წლის მერე მაშინ როცა ისინი ჩამოვიდნენ და დიპლომი უნდა და ქუთაისში უნდა ეთამაშათ დიპლომი იმიტომ რომ ნახა ლიმიტირებული ჯგუფი იყო უნდა ეთამაშათ დიპლომი ქუთაისში მესხიშვილის თეატრში იყო ეს სპექტაკლი და მომაკითხა თელმა კურსმა და თუ გინდაო ჩვენ გვინდაო ძალიან თუ დავთანხმდებიო რომ შენ ითამაშო ჩვენ სადიპლომო სპექტაკლში აი რა და აი მე ისე გამიხარდა ითამაშე სულით ავადმყოფის როლი ვითამაშე მე ძმა მყავდა მთავარი როლის შემსრულებელი და მასთან ერთად მას დავყავდი ყველგან. როგორი იყო ეს ემოციები და მე ძალიან ჯერ ეს რეპეტიციები, ემოციები, რომ მე თითქოს ყველაფერი დაბრუნდა, თითქოს 5 წლის მერე ჩამომეხსნა ეს ტვირთი და ეს ჯერ სცენა, ეს რაღაცა ნაწილობრივ მაინც ხო შენი აი მთავარი ცხოვრების შენ მიზანს ხო მიაღწია. აი ეს ხაი ხო ეს კეროიცი მოვიყირჭე ქოროს რო ეძახენ აი მეთქინა, თუმცა მე ამ გულის ტკენას თავს არ მოვაკლევინებდი, მაგრამ უბრალოდ მალავდი ამ ყველაფერს. ეს ყველაფერი მე არ მომიყოლია. არ ჩემი მეუღლესთვის მომიყოლია, არ ჩემიდისთვის, არ დედაჩემისთვის. ეხლა გაიგებს ყველა, რომ სინამდვილეში არანაირი კონფლიქტი მე რეჟისორთან არ მქონია, სინამდვილეში როლებსაც გადასარევად მაძლევდნენ, სინამდვილეში მე თეატრალურ სტუდიიდან წამოვედი იმის გამო, რომ მე არ მქონდა ფული უბრალოდ. ხო და მე ქუჩაში ვერ დავჯდებოდი. ოხ როგორი რთული მოსასმენია და თან მაშინ ისა და ესე სევდიანად დავამთავრეთ და შევიცვალე პროფესია. არ ვიცი და თორა ძალიან მადლობელი ვარ და მადლიერი ვარ იცი რომ მოყევის რეალობა მართლა რატომ თქვი შენს ოცნებაზე უბრალოდ გათქმევინეს უარი აი ამ უსახსრობის გამო შენს თავარ მიზანზე იმ მართლა ოცნებაზე იმიტომ რომ ჩვენ საიდანღაც რომ მოვდივართ მიღირდა ლელა იმის გამო რომ მამაჩემს და დედაჩემს არ ენერვიულა იმიტომ რომ მე მამაჩემს იმდენამეს უმალავდი ცხოვრებაში და მე მამაჩემი ავადმყოფობდა ყოველთვის წელიწადი არ გავიდოდა რაიმეს ოპერაცია რო არ გაეკეთებია და ჩვენ ასეთი ძალიან ესეთი დაზაფრულად გავიზარდეთ მე და ჩემი და ხან ბებიას აკვტოვებდნენ იმის გამო რომ ხან მაშინდელ ლენინგრადში ოპერაცია ხან მოსკოვში და მე მამამ საუკეთესო მამა მყავდა ყველას თავის მამა უყვარს რა თქმა უნდა და მამაჩემი იმდენ რაიმეს გვიკეთებდა ჩვენ აი უეჭველი მოკვდებოდა ზუსტად ვიცი ეს რო გაეგო მამაჩემს და ბედნიერი ვარ რომ პროფესიას იმდენად არ ჩიოდი იმას რომ მამაჩემს არ გაეგო ეს ყველაფერი და ხო ნამდვილად არ ვიცი აი სიტყვები არ ყოფნის და თუ აი საუკეთესო შვილი ხარ საუკეთესო ადამიანი ხარ საუკეთესო პროფესია გაქვს და რა თქმა უნდა ხო მე არ ვიცი მართლა მადლობის მეტი არაფერი არ მეთქვის რომ
აი ეს ისტორია, რომელიც სხვადასხვა წამყვანებთან სხვადასხვა გადაცემაში გაქვს მოყოლილი, სწორედ ის რეალობა მოყევი, რაც სიმართლე იყო და რაც ძალიან დიდი გულის ტკივილი იყო შენთვის და იუმორში უყვებოდი ყველგან და ეხლა რაღაცა ვიღაცას ხო უნდა უთხრა და გადავწყვიტე რომ შენთვის მეთქვა ეს. იცი რა არის იუმორში კი არა, ტყუილ ვერსიას ყვებოდი და მივხვდი რატომაც ყვებოდი ტყუილ ვერსიას და ამიტომაც მართლა მიხარია რომ ჩემთან მოყევი სიმართლე დათო და მოდი დავარქოთ სახელი შენს ისტორიას და გაქვს ვერსია რა ეს დავარქოთ აი რა აი შენ დავარქოდი შენს ისტორიას აი უცებ რა მოგივიდა ეხლა გვიან ახდენილი ოცნება თუ უარი პროფესიაზე უარი პროფესია თუ ან ოცნებაზე ან არ ვიცი როგორც მოდი უარი პროფესიაზე უარი პროფესიაზე უფრო კი იმიტომ რომ მე უარი ვთქვი პროფესიაზე მართალი ხარ და მომიწერე ხელი ჩემო ძირფასო ჩემო დათიკო ადექი ახლა ასე წამოდი შეხედა სახელის გორებს ხო ხედავ ვარსკვლავთ ცვენა გენაცვალე ხო ხედავ როგორ დაგხვდი ამაზე ნაკლები არ დამახვედრო ქუთაისში რომ ჩამოვა ხო და ახლა მითხარი ვის გვერდით გინდა შენი ისტორია როგორც ჩემს განსაკუთრებულ სტუმარს და ჩამოვზანებულს შორიგზიდან გააძლევ უფლებას სადაც გინდა იქ მიაკარი არ არის პრობლემა გავწევ გამოვწევ სადაც გინდა არა მაქსისა ორი ბიჭო კარგად შეხედე მუჩქარო დაფიქრდი ვიდი ბაია ძალიან მიყვარს ბაია დვალიშვილი კაი შენ გინაცვალე ბაია ძალიან მიყვარს და ბაიას გვერდით ვიქნები თუ შეიძლება კაი გვერდით მიდი საერთაშორის რა უცნაურია იცი რა ვიცოდი რომ მაგას იზამთ ძალიან დიდი მადლობა დათო აი არ ვიცი როგორ ოქროს ადამიანი ხარ და მე არ მინდა რომ ჯერ წახვიდე ხო ეხლა მოდი რეკლამა გამოვაცხადოთ და რეკლამის მერე მე და შენ კიდევ უფრო მეტად ვიცინათ ხო გამოვაცხადეთ თქვი რეკლამა დაგველოდეთ დავბრუნდით ჩვენ ეთერში ეს არის გადაცემა მხოლოდ ველასთან გადაცემის წამდგენია საფთიაქო ქსელი ავერსი და ჩემი უმაგრესი სტუმარი ჩემი დათო ლიკლიკაძე რომელიც სპეციალურად ჩამოვიდა ქუთაისიდან წინა გადაცემაში მე მოვყევი ანეკდოტები და ვიცი რომ გიყვართ ჩემი მოყოლილი ანეკდოტები და შესაბამისად ამას ძალიან კარგი გამოხმაურება მოყვა ძალიან ბევრი კარგი დადებითი კომენტარი და ეხლა დათო ქუთაისელ კაცს თან ესეთ ენაკვიმაც და ესეთი საოცარი იუმორით ვერ გაგიჟებ ეხლა და მოდი პატარა შევეჯიბროთ მე და შენ ერთმანეთს აიდოტებში ორივე ოქროს ვანოს პრობლემა აბა რა გადაბარი ის სიცილიც კია ეხლა ხო რაღაცა იუმორისულად არ დამამთავროთ ეს რა თქმა უნდა ხო და ეხლა შენგან წამოვიღებ და მე მეც მოგიყვები და ასე შეიძლება ისე მოყვე პირველი? თუ გიყვები სტუმარი ხარ მოყვე ხო მადლობთ მოყვები როგორი მადლობა გადავიხადე გაკვეთილი ცდება სკოლაში კი არ ცდება უბრალოდ აგვიანდება მასწავლებელს და ხო იცი აი რო აგვიანდება მასე ყირაზე გადადის ჯგუფი რაღაცა და კოლეგას დაურეკა მას რო შედიო ჩემ ჯგუფშიო ცოტა ხანო ხო რაღაცა ცოტა ხეთი 10 წუთი მაგვიანდებაო თუ რა გადადგამე კლასს დირექტორმა არ გაიგოსო და შევიდა ეხა სამსწავლოში ვინც იჯდა გაკვეთილი ვისაც ქონდა შევიდა გაკვეთილზე ეხა და ეხა რითი გააჩეროს პირველი 10 წუთი ეს ბავშვები რაღაც ხო უნდა გააჩეროს და ეუბნება რომ აბა ბავშვებო ვინ რა გვარის ვართ და ვინ რაღაცა თქვენი გვარები მაინტერესებსო აბა შენ რა გვარი ხარო უთხრა მე უმუხრანელი ვარო ოჰო შეგადე რა გაიგვარი ქონია ამასო შენ რა გვარი ხარო უთხრა მე ჩიქოვანი ვარო ო გაიგვარია ჩიქოვანიცო შენო მე ამილახვარიო ოჰო რა კარგი ამილახვარი მე ათაბაგი ვიღაცა ეს რა კლასი ყოფილა კაცო რა გვარი გაქვთ აქვს უყველასო ყველა რაღაცა სამეფო გვარები უყველას და შენ რა გვარი ხარ გენაცვალეო და ჩემ ანეკდოტს ხო ვიცი რა გადაცემაში რომ მოყევი მოყევი ბიჭო ქუთაისში ერთი 5 ჟაბანური მაქვს მოგებული ანეკდოტებში რომელი ისა კუტუბიძეზე აუ მოყოლილი
აუ, როგორ მემზადე. როგორ მემზადე? აი ესე. არა, ეხლა სხვა მომიყევი რამე. ყველა ვარიანტი, ხო, აბა მინდი, ეს არ ჩაკეთვალა. კაი, ეს ამოვჭრათ, ხო, ეს ისა რა ქვია. მაგი მე ვიცი რა სამოვჭრას დავტოვებ. მინდი? ამოყვე. მე მოგიყვები ხა ერთ და მე შე გადახსენდება. მე მიყვარს ეს ხარტულ ანეკდოტები მიყვარს ძალიან, ხო იცი? ჭიჭიკი ამ თავის ბულდოგს რო უკანა ფეხები გადააჭრა. ხო. იცი? არა. რატო გადააჭერე ბიჭო უკანა ფეხებით? ჯო მე ვასება 21 ვიცხვირი აქ მაღლაო. ჭიჭიკიო, ისეთი ძუნწიო, ინდაურიო, სიბერით გარდაეცვალაო. ვიცი ეგ. კაცი მივიდა ტელევიზიაში, ის არის რა ქვია, კასტინგი გამოაცხადეს, დიქტორების კასტინგი აქვს. ხო და? მოვიდა ეხლა ამიჯერი. ხო და რაღაცა ტექსტი მისცეს, როგორც ხდება ხოლმე, ხო იცი ახლა შენ ტელევიზიაში მუშაობდა კი იცი რა არის და ესე კითხულობს, მაგრამ ამ კითხვის დროს თვალს შვება ასე. ასე შვება. ასე. ხო და რო დაამთავრა კითხვა, გამოვიდა ახლა ის ვინც ამოწმებს და იცი თუ რა არისო. ძალიან ბოდიშფიხტიო, ყველაფერიო კარგად არისო, მეტყოლებაცო, ყველაფერიო ძალიან კარგად გაქვთ, მარაო ერთი პრობლემა არისო და ბოდიშფიხტი უნდა მიგანიშნოთ ამ პრობლემაზე. იცი თუ რა არისო, როცაო საუბრობთო, ასეო შვებითო. თვალს. ერთი წუთითო უთხრა და ჩაიყო ჯიბეში ხელი და ამოიღო და პრეზერვატივი, ბოდიშიო უთხრა და ჩადოეს. მეორე ჟამიღე ამოიღო და პრეზერვატივი. უკაცრავათო უთხრა, აქედან ჩაყო, აქედან პრეზერვატივი ამოიღო, აქედან პრეზერვატივი აქდება და ბოლოს რაღაცა წამალი ამოიღო, გადაყვება და შოუთხა. აი არა. კი მარამო. ესო ალერგია არის. კი მარამო, უკაცრავათო. ამდენი პრეზერვატივი რატო დაგაქვთო? არაო ბიჭო, აფთიაქში რა შევდივარო, მეუბნებიო. ალერგიის წამალი მომეცითო და ყველა პრეზერვატივს მაძლევსო. ნიანის. ალერგიის წამალი მომეცითო და ჩუმად აძლევებ. სულიად ყილა. აგერქონდა, დასაცველი გატენილი. მე მქონდა 90-იან წლებში ეს ჩემი, ოღონდ ეს ნამდვილი ამბავია, ანეკდოტი არა, ჩემი ძალიან ცნობილი ამბავია. ესა ორი სიგარეტით რო დავდიოდი, ისა 90-იან წლებში. ეხლა ეს ორი სიგარეტით რას ნიშნავდა? დედაჩემა ტყავის ქურთუკი ჩამომიტანა თურქეთიდან. ხო და ეს ის პერიოდია რაღაცა ისა, ტყავის ქურთუკების გახდა რომ მიდის. ხო და ისა სიბნელეა, საბიჭხიაზე ისევე წავხვიდო, თუ იმე დაგინახავდა ტყავის ქურთუკით ხდიდან ეგრევე. ხო და ისა და ესეთი ეშმაგობას მიმართეს ჩემი მოგონილია თვითონ ერთ სიგარეტს ვეწაოდი, მეორე მოკიდებული ვითომ ვიღაცა მაღალი მახვდა და მოვდიოდი ღამე თან ველაპარაკებოდი. თან ველაპარაკებოდი, გაიგე, ვითომ ბევრი ვიყავით. ეხა იმიტაციის ნიჭი კი მქონდა, ჩემ ხმაზე, სხვის ხმაზე რა, ვითომ ბევრი მოვდიოდით და სიბნელე რო იყო სიგარეტებით მოვდიოდით ვითომ ბევრი. ეხა როცა რამდენიმე 2-ან 2-ზე მეტრო იყო, იმათ არ ხდიდა. მარტო რო დავეჭირე, იმეს გამხდიდა. ეს ანეკდოტი დაარქვი, თუ მინდა ნამდვილი ამბავია ჩემი. ჭიჭიკი ასოსიდედრი მოუკვდა, იცი? აი დაასაფლავა მიწაში ჩაასვენეს, გამოვიდა და უცებ ჯიტმა დაასკლინდა და ეხება და ცაში ხარ უკვე შენი. გურული ბავშვს რო ნათლავენ, პატარა ბავშვს. არ ვიცი. ხო და იხევა ეს ბავშვი ტირილით, რო წყალში რო ჩას 2 წლის ბავშვი და ესა და 4 წლის ძმა უყურებს ახლა ამ ყველაფერს, ნერვიულობს ეს ბავშვი, დადის აქეთ-იქეთ და ებაღანა აღარ ივარგებს არაფერს. ინერვიულ. ძალიან ინერვიულა. ეს იმასავით არის, ხო იცი? რამდენი წლის ხარ, მაგალა შევდა 7-ისა და ამოში, ზოგი რო არ 8-ის, 9-ის. შეეხავ ნამდვილ ამბავს მოგიყვები, ესეც მე ნამდვილი მოყვები ყველა. ჩემ თავზე გადახდელი ძირითადად. ხო და ეხა რეალობაში ანეკდოტი რა არის, ხო? ეს ხალხიდან წამოსული ისტორიები არის, ხო და ერთხელ მახსოვს რამოდენიმე წლის წინ, აი ნამდვილ ამბავზე გამახსენდა.
ქუთაისში ვიყავი, რაღაცა კონცერტი ქონდა და აი ესე მთავარი მოედანი რომ არის, ხო იცით, თეატრ ზუსტად იქ ზემოთ რაღაცა ღია კაფე იყო და ისე დამახსოვდა სხვადასხვა იმის მერე მახსოვს ესე და ახალგაზრდები ისხდნენ იქითკენ. ხო და ეხლა მივხვდი რომ ყურადღების მიქცევა უნდა და თუ რაღაცები და იქ ჭიქა აწიეს და ხალხად ნორილაო გაგიმარჯოთ თუ რაღაცაო და თქვენ დიდი მადლობა მეთქი რაღაცა ჩვენ ცოტა ძიმე ამბავზე ვართო შეკრებილებიო ისო რა ქვია მეგობარი დაგვეღუპაო ცურის მასალებელი იყო და ვიმე რას რითი მეთქი და დაიხჭო დაიხჭო გურის ერთ-ერთ პატარა სოფელში ბაზილიკა არის და აქ მუშაობს ერთი გურული ქალი ესე შუა ასაკის ხო და უყვარს დალევა ხო და აი ყველა ლოცვის და იცი გამარა არა მაგრამ კარგად ყვები ანეკდოტებს უკვე მეცი დამდილი ამბავია ხო და სვამს ხო და ამ ეკლესიის წინამძღვრმა უთხრა რომ მეტი არ დალიო უთხრა თორე როგორც კი დაგინახავ თვალსო გაგაგდებო უთხრა შო დამთავრებული ამბავია უთხრა შეეშინდა ეხლა ამას იფიქრა ეხლა რაცხაულ კაპიკს ვაკეთებ ვალაგებ ისა რაღაცა და ახლა რომ გამაგდოს ამ დალევის გულისთვის და ნუ ცოტა ხანი შეიკავა თავი და ერთ-ერთი წირვა ლოცვის მერე მაინც გაეკცა ხელი და დალია და აწუხებს ეხლა რაქანას და უკვე დაიცალა აღარავინ აღარ არის და მარტო აღმოჩნდა ხო და მივიდა ღვთისმშობლის ხატთან და ელაპარაკება რომ დედაო იგიო რა დამემართაო მამაო მითხრა რომ არ დალიო მარაო მაინც ცოტა მიცდაო ეს მოსატეხი ხელებიო და ეს გასახმობი პირიო ხო და მაინც დავლიო და რა ვქნაო მიყვარსო ეს დალევა და შენო ქალი ხარო და ქიგემიგებ ამასო და ამასობაში თურმე მამაო არის შემოსული და უყურებს ამის ესე იგი გულის დადებს რაფერი მაშვება და უცებ კარებიდან შეზახა შენ ხომ გითხრეს არ დალიო და რეიზა დალიეო უთხრა და ეს გაჩერდა ესა და შენ არ გელაპარაკები დედაშენს ველაპარაკები მე ისეთი ტრალი იყო ჩემო ძირფასო ამასობაში ქედადგა ჩემი დაბადების დღე და გახდი როგორ დაწარმოდი გენაცვალე და ასე რა ვიცი ესეთ არაჩვეულებრივ სტომართან ერთად აი ესეთ მხიარულად ჩემო ძირფასებო რა ვიცი დათო ჩემო ძირფასო მართლა ძალიან დიდი მადლობა და ძალიან მიხარია რომ ჩემი სტორმა შენ დაბადების დღეს დაერქვა და აქედან ახლა ჩაგეხუტები ერთი კორონა დედას აქედან მივდივართ რესტორანში პირდაპირ კი შეგენაცვალე ქუთაისში პირდაპირ უღრმესი მადლობა ჩემო ძირფასო დიდი მადლობა. კარგად იყავ. აი ესეთი არაჩვეულებრივი სტუმარი მყავდა და ესე მხიარულად გავაცილეთ და ესე მხიარულად შევხვდი მე ჩემს დაბადების დღეს და რა თქმა უნდა გრძელდება ჩვენი კონკურსი და ვინ თუ არა ჩემი საყვარელი სამეგრელოდან ჩამოვიდა არაჩვეულებრივი ოჯახი რომლებიც შეასრულებენ სიმღერას ჩემი რეპერტუარიდან გთხოვთ რომ წარუდგინოთ თქვენი თავი მაყურებელს მოგესალმებით სიტყვები არ მყოფნის ამ ყველაფრის გამოსახატად, გამოსათქმელად. უღრმესი მადლობა მინდა გითხრათ. ტელევიზორით ტელევიზიით ყოველთვის გეფერებით, ყველა თქვენი კონცერტი ნანახი გვაქვს და ძალიან დიდი მადლობა. უსაზღვროდ ბედნიერები. მე მინდა ვთქვა რომ ეს ლამაზი ქალბატონი არის დედა აი ამ არაჩვეულებრივი შვილების. სახელები გითხარით თქვენი? მე სალომე ბერიშვილი გახლავართ. დიახ. გიორგი ცისკაძე, მეგი ცისკაძე. ძალიან სასიამოვნო და დღეს შემესრულებთ ულამაზეს სიმღერას მე და შენ. გთხოვთ. ძალიან გვიყვარხართ. მადლობა დიდი. ძველი წლები მაინც მე მახსოვრება
მადლობა ჯგუფ Non-Stops. ჩემო ძვირფასებო, ესე იგი 51-სამ დავიწყე ჩემი ეთერი დღეს და 52-სამ ვამთავრებ, მაგრამ სანამ გადაცემა დამთავრდება, მე დღეს გთავაზობთ ჩემი მუსიკალური ნომრის პრეზენტაციას, რომელიც გადავიღეთ ბათუმში და ესე ქვია ერთი დღე ბათუმში მხოლოდ ლელასთან. კლიპი შეიძლება ესე ითქვას, ავტორი გახლავთ რეჟისორი ნესტან სინჯიკაშვილი და მუსიკალური ვერსიის ავტორი სანდრო ეფრემიძე და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. ძალიან მიყვარხართ. დიდი მადლობა.